ჯერჯერობით 9 წუთი არის მხოლოდ გასული. შეფასება არ არის გაკეთებული. მოსრხე ეგიბება უთინაშვილმა და შეათვალეს როგორც ჩანს უფრო პასიურად პირველი შემჩნევა მას 1 წუთი გავიდა. შესვლა არავის არ უცდია, ეხლა უკეთეს პოზიციაშია უთინაშვილი, შემოურბენს ალბათ, შემოურბენს უხეშობად 2-0. დატრიალებაც, ერთი დატრიალება, აქ კიდე აქვს მას შანსი, კიდე შეასრულოს ტრიალი. მაგრამ ვერ შეძლო გაუვარდა მეტაკ ხელიდან 4-0. უთინაშვილიც ევროპის რეზერვი გახლავთ, ესეც თავის ასაკში და თავის წონაში ერთი გამოკვეთილი სპორტსმენი არის. თუმცა გუშინ გიგი ქურქულმა ნახევარფინალში ძალიან კარგი ბრძოლა მოუგო ბოლნისელ ქობულაძეს. კარგად დაიქნია ხა ქურქულმა, მაგრამ ისევ დროული პასუხი ჰქონდა დროულად შეიძლება ისევ კულა მოიპოვოს უთინაშვილმა. ხალხი კიდეზე იყო ქურქული, თუმცა დააღწია იქ მდგომარეობას. თავიდან თითქოს შემოვლაზეც მიდიოდა, ჰქონდა მისი შანსი, მაგრამ ვერ შეძლო, შემდეგ გაყვანაც შეეძლო, ვერც შეძლო. და პასიურობისთვის აქ შემჩნევა ქურქულს. იწვია პირველი ნახევარი, კარგი უპირატესობა აქვს ჯერჯერობით უთინაშვილს, როგორც ჩანს არაფერიც აღარ მოხდება იმ შესვენებამდე. კი ბატონო, შესვენება. შემდეგი ფინალი იქნება კიდევ ერთი გორელი, დათო ფაცინაშვილი ეჭიდავება ამბროლაურელ ნიკაბეშიძეს. აქ 7 გორელია ფინალში, აქედან 2 უკვე ჩემპიონია, ერთი გორული ფინალიც გვექნება 97 კილოგრამში სულეიმანიშვილი პეტრიაშვილი. და ასეთი რეჟიმით გავაგზავნებთ. ფინალი დაჯილდოება, ბოლომდე ესე ვიმუშავებთ. იწყება მეორე პერიოდი, პირველი პერიოდის შემდეგ 4-ქულიან უპირატესობას ფლობს გოგა უთინაშვილი, გოროლის სპორტსმენი 4-0 ამარცხებს საგარეჯოელ გიგი ქურქულს. დაიწყო მეორე პერიოდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე უნდა გადაწყვიტოს. პირველი პერიოდი არ იყო სანახაობრივად ცუდი და იმედია, რომ მეორე პერიოდშიც ასევე გაგრძელდება შეხვედრა. ახლა ჯერჯერობით სულად არე აკონტროლებს მეტოქეს და ეხლა ცდილობს უკეთეს მდგომარეობაში იყო ეხლა უთინაშვილი, თუმცა წამოაყენა მსაჯმა, იმიტომ რომ ცდილობდა შემოვლას, მაგრამ თავიც დაიცვა ქურქულმა. კიდევ ერთი წუთის მიილია. ეკონებლიე უხეშობა ქურქულის მხრიდან, ისვისაც ბოდიშიც მოუხდა მეტოქეს, მაგრამ ექიმებს უხმობენ ლეიბზე და ცირეოდენი რამდენიმე წამიანი პაუზა იქნება, თვალში მოხდა ხელი.
ოთინაშვილს მეტოქის ხელი. გრძელდება ისევ შეხვედრა, ისევ დაძაბული სიტუაცია და ახლა აქ გაყვანაზეც არ აძლევს. გაყვანაზე სპეციალურად გაყვანაზე მუშაობდა ახლა ხოხოლი და არა იმეთის გასაკეთებლად. 4-0 დარჩა ასეთი ანგარიშევიცვლელი, წუთი და 46 წამი შეხვედრის დამთავრებამ. დროჯერ საკმაოდ არის. და აქ პასიურობისთვის 30 წამიანი ჩაურთევს ქურხულს. აქ ახლა ერთი ქულა მიიღო გაყვანისთვის, გაექცა წრედან ოთინაშვილი და ერთი ქულა მიიღო ქურხულმა, ანუ დაიცვა თავისი 30 წამი, არ დაკარგა მან ქულა. თუმცა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არ არის, ხაჭირდება ჩვენს ჩაყვანა და ტრიალება ან რაღაც უფრო რთული კომბინაცია, თვით და 15 წამი. შეიძლება ითქვას, რომ ოთინაშვილი თავისი ჭიდაობის თავს მოხვევას კარგად ახერხებს. რაიმე ისეთ განსხვავებულს ვერ უპირისპირებს მას ქურხული, რაც საბოლოო ჯამში წარმატებას მოუტანს. ბოლო წუთი და დიდი შანსი, რომ მესამე ოქროც გორშივე დარჩეს, თუმცა ჯერჯერობით მივიჩვარებთ. 40 წამია წინ კიდევ დარჩენილი. კარგად იცავს თავს, ეხლა ისეთ შეტევებზეც გადავიდა ოთინაშვილი, კიდევ რამდენიმე წამი გაიყვანა. თუმცა შეტევებზე დიდად როგორც ჩანს უკვე აღარც დარდობს. და ბევრი ძალაც აღარ დარჩა როგორც ჩანს ქურხულს. ერთ-ერთი ბოლო ისეთი გამწირული მცდელობა წელში შესვლის 10 წამზე ნაკლები და 5 წამი 4 და უფრო რჩება გორში 3-დან 3 ფინალი მოიგეს ჯერჯერობით გორელებმა და მეორე ფინალი წააგო საგარეჯომზე დიზეთ საგარეჯოელებს ყავთ კიდევ ერთი მეორე ფინალიც წააგო გორთან 79 კილოგრამში თორნიკე ტულაშვილი დაუპირისპირდება ამბოლაურ გიორგი გოგრიჭიანს. ეხლა ჩვენ გვექნება ამ წონაში ბეჟან ბარშუნიძე და დავით ხობულაძე.